30 ოქტომბერი, კვირა. Ჩემთვის დილა 6-ის ნახევარზე იწყება. ტრადიციულად დილით ვარჯიშობ. მოგვიანებით ჩემი პატარა 6 წლის ცოტნე ჩამოდის სავარჯიშოდ. ჩავეხუთი და ასპარეზი დაუთმე. უცნაურია, მაგრამ ადრე თავისინებით არასოდეს მოიწევდა ჩასახუტებლად. ამ ბოლო დროს კი თვითონ მეხვეწება, გულში ჩამიკარიო. ალბათ, ხშირად რომ ვეღარ ვხედავ სახლში, იმიტომ. დღის რეჟიმს უბრუნდები, ვაშლისა და სტაფილოსიონით საუზმობ. ეს წესად მაქვს და საათზე მეტ ხანს ვსეირნობ. დილიდან მზიანი ამინდია. ძალიან მეყვარს მზე. დღის წესრიგში ბევრი საქმე მაქვს. თუმცა ძირითადად მაინც პრესკონფერენციაზე მოსალოდნელ კითხვებზე ვფიქრობ. საღამო 7 საათზე გავთავისუფლდი, რაც ბოლო ხანებში დიდი იშვიათობაა. ეკას დავბრდი და შევუსრულე. თითქმის 2 საათი ვსეირნობდით ერთად. ვცდილობ სხვა თემებზე ვისაუბროთ. არ გამოგდის და უნებურად ბოლო მოვლენებს უბრუნდებით. საღამო 9 საათზე უტას სკაიპით საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე. დღე აუცილებელი და ყველაზე სასიამოვნო რიტუალით. ვერასთან, ცოდნესთან და გვანცასთან ჯაბაასით სრულდება. როგორღაც ადრე ვახერხებ დაძინებას. 31 ოქტომბერი, ორშაბათი. კარგად გამოძინებულმა ჩვეულებრივად ადრე გავეღვიძე. 6-ის ნახევარი საუკეთესო დროა დღის დასაწყებად. ტრადიცია ავადგინე და პატარა ცოდნეს საძილში მოვეფერე. სააკაშვილზე ბრაზობს. იმას აბრალებს მამიკოს ცხოვრების წესის შეცვლას. ეჩვიანობს და პირობას მართლებს. თუ მთავრობაში მოვალ, სხვაგან არ გადავიდე საცხოვრებლად. ამშვიდებს, არ შეგეშინდეს. მე დაგეხმარები, ცუდ კაცებს ორმოში ჩავაგდებო. დიდი ხანია წიგნის დაწერა მინდა და მუდმივად ერთი თვით გადამაქვს ეს საქმე. ხვალიდან დღეზე ვფიქრობ, კარგ რაღაცას მივაგენი. კითხვებს, რომლებიც მანამდე თულად მეჩვენებოდა, უბრალოდ თვალით შევხედე, რამაც ძალიან გამახალისა. მივხვდი, რომ პოლიტიკაში უკვე მოვედი, ისე რომ მოახერხე ჩემი ძველი იდეალები შემენარჩუნებინა. ესე იგი, გარკვეული სტაბილურობა შეიძინა ჩემმა ახალმა ამბვლევამ, პოლიტიკაში მოსვლა. კვლავ ახერხე ბავშვებთან და მეუღლესთან ერთად სეირნობას, მათთან დროის გატარებას, კითხვას. ძილის წინ ყოველთვის ვფიქრობ, რა პრობლემები და საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. როცა ბევრი პრობლემა მაქვს, მაქსიმალურ კონცენტრაციას ვახერხებ და ამ დროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შემდეგ გასაოცრად ღამისთვევა ჯერ არ დამჭირვებია, ისევ ვახერხებ მეორე დღის დაგეგმას. ორშაბათის საღამომ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. ჩემი თანაგუნდელები თავის სტრუქტურებზე თავდაჯერებულები საუბრობენ, რაც მენას კიდევ უფრო მიმტკიცებს. საღამოს გადავედი სახლში. ვცდილობ არ ვიფიქრო პრესკონფერენციაზე, რაშიც ძალიან მეხმარება ეკა, ჩემი მეუღლე და მეგობარი. 40 წუთიანი სეირნობა გამოგვივიდა. შინ ცოტა ადრე დავბრუნდი და ცოტნესთან ბევრი ვითამაში. გაუცებული იყო, რომ სათამაშოდ მოვიცალე. უთხარი, რომ ბანაობას ვერა, მაგრამ მის გამშრალებას აუცილებლად მოვახერხებდი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. რაღაც ჰქონდა მოსაგვარებელი. ცოტა ხნით დამემშვიდობე და უთხარი, აუცილებლად მე უნდა გაგამშრალო თქო. თვითონაც ხვირო და მამიკომ გამამშრალოსო. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ საშუალება მომეცა ჩემთვის მნიშვნელოვანი საღამო მათთან გამეტარებინა. 1 ნოემბერი, სამშაბათი. ერთ-ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში. დილით დატვირთულ ვარჯიშზე უარი ვთქვი და სასეირნოდ გამოვედი. ჩვეულებრივზე ადრე გადავედი ოფისში. თანამშრომლებს იგივე რეჟიმი ჰქონდათ. ყველა ადრე მოვიდა და პრესკონფერენციას ელოდებოდნენ. თათბირი მისთვის მზადებამ დაიკავა. საერთოდ სიახლეებს იოლად ხვდები. დაიწყო პრესკონფერენცია. ირაკლი ტრიპოვსკის თავიდანვე ვაწყნარებდი. დარბაზში შევედით და ჟურნალისტებს მივესალმეთ. პირველი არხი ვერ ახერხებდა ჩართვას. ეტარადო, სასაცილოა. ვათვალიერებ დარბაზს და სახეებს. ძალიან ბევრ მომღიმარ სახეს ვხედავ. ეტყობათ, ვინ როგორი გაცით არის მოსული. გაცილებით ნაკლები იყო მტრულად განწყობილი, რამაც გამახალისა და დაძაბულობა მომიხსნა. პირველივე კითხვა, რომელიც ჩემი წინა სიტყვების შემდეგ პირველმა არხმა დასვა, მოსალოდნელად კრიტიკული და ხანგრძლივი იყო. ახალგაზრდა გოგონას ჩემდა გასაოცრად ძალიან მკაცრი და მტკიცე სახე ჰქონდა. თხოვეთ ამშვიდებულიყო. აშკარად ვზნობდი, რომ დაძაბული იყო და კითხვის დასასმელად კი არა, უფრო საუმრად გამზადებულს გავდა. გულით შევეცადე დაძაბულობა მოხსნოდა. უთხარი, დაწნადით, ყველაფერი კარგად იქნება მეთქი. მის კითხვაში, რომელიც უფრო გამოსვლას გავდა, ჩვენ გვაბრალებდნენ იმას, რასაც ხელისუფლება აკეთებდა 2 თუ 3 კვირის განმავლობაში. ჟურნალისტი ამბობდა, რომ საშინლად მოექცა ჩვენი დაცვა და აქაც ხედავდი, რომ ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალობა. ამ დროს ვითომ ჩაკითხვისთვის მოდერატორს მიკროფონს არ უბრუნებდა. პირველ არხს უნდოდა, რომ მუქ ფერებში წარმოეჩინა ვითარება. ამას ველოდი და მშვიდად შევხვდი. ვიცოდი, თითქმის მთელი საქართველო მიჯაჭვული იყო ტელევიზორთან. ამიტომ ვცდილობდი პასუხი პირველ რიგში ხალხისთვის ყოფილიყო გასაგები. ამ ხელოვნურმა აურზაურმა სამწუხაროდ არ მომცა საშუალება სრულყოფილად გამეცა პასუხი ყველა კითხვაზე. მიუხედავად მათი საქციელისა, არ მინდა ამ ახალგაზრდების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვიყო. საერთოდ მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დანაშაული ამ ბავშვების პროპაგანდისტულ ხორცის მანქანაში გატარება
და ყურში მოსისინე ხმის მონური მორჩილების მოთხოვნაა. ურთულესი ამოცანა იქნება მათთვის პროფესიული ღირსების დაბრუნება. იმედია, ჯერ კიდევ არ არის გვიან და ჩვენ ამას მოვახერხებთ. ხელისუფლების მიერ მომზადებული და ჟურნალისტების მიერ გახმოვანებული ყველა ჩამჭრელი კითხვა დაისვა. პასუხიც გაიცა. ახლა საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ არის. 2 ნოემბერი, ოთხშაბათი. დილით ძალიან მინდოდა დატვირთული ვარჯიში, მაგრამ ვერ მოვახერხე. სამაგიეროდ ოჯახთან ერთად კარგად გავატარე დრო. ჩემ პატარასთან ვითამაშე. ძალიან ბედნიერი იყო ეკაც. 10-ის ნახევარზე შემოგვიერთდნენ გვანცა და ბერა. ჩემი მეორე საუზმე 10 საათია. ჩემი შვილებისთვის კი ეს პირველია. ამის შემდეგ ბერას ახალ სიმღერას მოусმინეთ. ძალიან მომეწონა, ბედნიერი ვიყავი. ხო მართლა, დამავიწყდა. ორშაბათს და სამშაბათს ბერამ ახალი სიმღერები მომიტანა. ძალიან მითანაგზნოს ბერა. ყველაზე მეტად ალბათ ის მეხმარება, ეკას შემდეგ. 16 წლის ბიჭი სულ ყოფილად გრძნობს სიტუაციას და გვერდით მიდგას. განსაკუთრებით მოეწონა ის ადგილი, სადაც ვამბობ. არა, რუსულად არა. დღემდე ვერ მოვახერხე ჩემი პრესკონფერენციის ნახვა. თუ არ მაქვს, მხოლოდ სადილის დროს მაჩვენა ეკამ ჩემი გამოსვლის პირველი 7 წუთიანი ნაწილი. უკმაყოფილო არ იმით, რომ ხელოვნურად მოწყობილი რეალიის გამო საფუძვლიანად ვერ მოხერხდა ძირეულ საკითხებზე საუბარი, რითაც მინდოდა მიმემართა საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩემი ძირითადი სათქივარი გლეხებია, რომელთა ბედს მუდმივად განვიცდი. იმედი მქონდა, რომ ერთი კითხვა მაინც გაჩნდებოდა ამ თემაზე, მაგრამ ვერ მოხერხდა. ბევრი სხვა თემაც უყურადღებოდ დარჩა. ჩვენი მონდომება, მეტიც რომ ყოფილიყო, ალბათ მაინც ვერ მოხერხდებოდა, რადგან სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები მოსულები იყვნენ პრესკონფერენციის ჩასასვლელად. პირველ მართმა ვერ მოახერხა ვერცერთი კადრიც ჩვენება, სადაც დაცვის წევრები პირად ნივთებსა და პირად წიგნაკებს ჩხრეკდნენ. ერთ კადრში ჩანს, რომ პირველი არხის ჟურნალისტი თავად ცლის პირად წიგნაკს და დაცვის წევრი მას არც კი უყურებს. ნათელია, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დაცვის უფროს ამ თემაზე ჩავეკითხე და მან უარყო, რომ ჟურნალისტებს პირად ნივთებს უსინჯავდნენ. მითხრა, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი თავად ცლიდა დღიურებს, რითაც თვითონაც გაოცებული იყო. ჩვენი ამოცანა იყო ყველა სტანდარტის დაცვით ჩაგვეტარებინა პრესკონფერენცია. სახელმწიფო მედიამ კი სრულიად სხვაგვარი სურათი დახატა. ხუთშაბათი, 3 ნოემბერი. ჩვეულებრივი დღე იყო. კარგად ვივარჯიშე. შემდეგ სასეირნოდ გავედი. ტელევიზიას ვერ უყურებ ხოლმე, თუ არ მაქვს. შევეცადი გამიანალიზებინა ის გამოხმაურებები, რომელიც პრესკონფერენციას მოხვა. მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. კიდევ ერთხელ ელაპარაკე დაცვის უფროს. მან დამარცხნა, რომ არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ეს გაუგებარი თამაშები იყო. მივხვდი, რომ გეგმაში ჰქონდათ არაორგანიზებულებასა და ქაოსის შექმნა, მაგრამ არ გამოუვიდათ. სამწუხაროა, რომ ამ ხმაურისა და ყვირილის ფონზე ბევრმა ჟურნალისტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა. ბევრი და მათ შორის პოლიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ შეხვედრა ცუდად იყო ორგანიზებული. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი ღიად და გახსნილად წარმართულიყო. ყველა ჟურნალისტს მისცემოდა კითხვის დასმის საშუალება. შექმნით სამუშაო გარემო. სპეციალურად არ გავაკეთეთ სია, რომ შემდეგ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ ეს სია წინასწარ იყო მომზადებული და რიგითობა არაობიექტური შერჩევის პრინციპით განსაზღვრული. შეგნებულად არ დავდგით შტატივზე მიკროფონები. ვეჭვობდით, რომ იქ რიგს არ დაიცავდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ მოდერატორი ყოფილიყო. პრეს-ცენტრის ორ თანამშრომელს მიკროფონი ეტარებინა. გვინდოდა, რომ რიგი ყოფილიყო ცოცხალი და არა წინასწარ გაწერილი. ეს უფრო დემოკრატიული იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ პრესკონფერენციაზე მოსულ ადამიანს ცდილობას ვერ ასწავლი. ეს მას ნასწავლი უნდა ჰქონდეს. გამიკვირდა, ზოგიერთი ჟურნალისტი როგორ არ სცემდა პატივს საკუთარ კოლეგებს. ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ამიტომაც ზოგიერთს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პრესკონფერენცია ცუდად იყო ორგანიზებული. არა და მიასე ართვლი. პარასკევი 4 ნოემბერი. ყოველდღე როგორც წესი 10 საათისთვის დედაჩემს ურეკა. ის ძალიან კარგი ხასიათია. თვითონაც მოეწონა. დაგაწინაურეს თუ არაო, სულ მეხუმრება. დედიკოს ვეძახი დღესაც. ზოგჯერ მახსენდება, რომ 55 წლის ვარ და ამ რეჟიმში ვრჩები. მიხარია და უხარიათ ჩემს შვილებსაც. დედა განსაკუთრებით მაყოფილია. 89 წლისა და როცა ურეკავ, შემთხვევით ტელეფონს თუ არ იღებს, საშინლად განიცდი და ვეძებ ვინმეს, რომ ამავე მოვიკითხო. საკმაოდ საღად აზროვნებს, ასაკის მიუხედავად. ცოტა დამძიმდა და კარგად ვერ მოძრაობს. ყოველი ზარის შემდეგ წყნარდები ხოლმე. ხშირად ურეკავ ექიმებს, ვამოწმებ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დედაჩემს ეს ყურადღება ძალიან სიამოვნებს. კარგი გუნდი შეიქმნა საჩხერის საავადმყოფოში და კმაყოფილი ვარ. დედაჩემსაც ძალიან აქცევენ ყურადღებას. შაბათი 5 ნოემბერი. შაბათს დილით ყოველდღიური რეჟიმი გაგრძელდა და ეს უკვე იცის ჩემმა გუნდმა. ცოტა ემოციურად დავიწყე რუსული თემის გაშლა, რომელსაც ატრიალებენ ტელევიზიები და არა მხოლოდ ის 3 ნაციონალური არხი, რომელიც აშკარად სააკაშვილის პოზიციას გამოხატავს.
როდესაც 2008 წელს სააკაშვილის დამშვიდობე და ყველანაირი ურთიერთობა შევწყვეტე მასთან, 2-3 თვის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ბინძური შეტევა წამოიწყო ერთ-ერთი მედია ჰოლდინგის საშუალებით. ეს მათი ეგრეთ წოდებული კამპანია რამდენიმე თვე გრძელდებოდა. რუსული თემა აბსოლუტურად ამოწურეს და სამ-სამჯერ ერთი და იგივე თემას უბრუნდებოდნენ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჟურნალისტები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ რუსულ თემაში გარკვევას. მემხედველობაში მყავს ჟურნალისტები და არანაციონალური არხები. ჟურნალისტები ძალიან იბნევიან, რაც ცოტა არ იყოს მაოცებს. როგორ ახერხებენ ამას და რატომ ვერ ხვდებიან, რომ რუსულ თემატიკაზე პასუხები გავეცი ჯერ კიდევ 2005 წელს ინტერვიუში, რომელიც მე ბედემოსს მივეცი და იქ შეიძლებოდა ამ თემებზე პასუხის გაგება. ჩემი პასუხებიდან გამომდინარე კითხვები აღარ უნდა რჩებოდეს. მეორე და მესამე რაუნდი ჰქონდათ ჩემზე თავდასხმის და ბოლოს რაგინც სასაცილო არ უნდა იყოს, ნათელაშვილის პირით სააკაშვილი მადანაშაულებდა იმაში, რომ მე ვარ საქართველოს მტერი, იმიტომ რომ ვეხმარები სააკაშვილს. სასაცილო არა, სააკაშვილი მადანაშაულებდა იმაში, რომ მე სააკაშვილს დავეხმარე. სხვა მეტი ხელჩასაჯიდი ვერაფერი ვერ იპოვეს და ეს მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ. ეს იყო მესამე და ბოლო რაუნდი, რაც ამ ბოლო 2-3 წელიწადში დაგეგმეს სააკაშვილმა და მისგან მართულმა მედია. მე მჭირდება რეალური შეფასება და კრიტიკა, რომ შეცდომა არ დაუშვა მომავალში. იმის მაგივრად, რომ გააღრმავონ კითხვები, სხვადასხვა კუთხიდან დასვან, ნახონ და მიმითითონ, თუ რამე შეიძლება, რაც ჩემთვისაც საინტერესო იქნება, მუდმივად უბრუნდებიან გაცვეთილ თემებს. უამრავი განცხადება გავაკეთე იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას ვაპირებ მომავალში. არ ვთვლი, რომ ყველაფერი იდეალურად ავხსენი, თუმცა ძალიან გააზრებულად ცდილობდი მეთქვა, რა, როგორ მესმის და რას ვაპირებ. იქნება აქეთ მიმართონ კითხვები და მომავალში ეს იქნება გაცილებით უკეთესი ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც. გაცილებით მეცარგებელს მოგვიტანს მსჯელობა, დისკუსია, ჯანსაღი კრიტიკა და ანალიზი. პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნის ძიმე მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. აქამდე არასოდეს ყოფილვარ საჯარო პირი და არც მინდოდა ეს. ახლა კი ჩემი ცხოვრების ყოველ დეტალს სწავლობენ და რადიო თავისუფლებისათვის დღიურებს წერს. ესე იგი პოლიტიკაში ბოლომდე შემომიბიჯებია და მაინც ბედნიერი ვარ. მხარში მიდგანან არა მხოლოდ ჩემი ეკა, დედაჩემი და ბავშვები, არამედ მრავალი სრულიად უცნობი ადამიანიც თანადგომას მიცხადებს. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს მოსახლეობის ის სოლიდარობის განცდა, რომელსაც ისინი ქართულ ბანკთან მიმართებაში გამოხატავენ. ეს მიმტკიცებს წმენას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.